ჩვენს გონებაში, ტვინში არსებობს ესეთი გადახრის მონიტორი, ესეთი მექანიზმია ფსიქოლოგიური, ფოტონური მექანიზმი არის ჩამონტაჟებული და სინათლე ფოტონი ამონტაჟებს ამას განაინსტალირებულია რაღაც ხელოვნურად ეს. თვითონ ხედველობა შვება ამას, გამოსახულებებით ხდება დაფორმატება აი ამ მექანიზმის. და ამ მექანიზმს რატომ ქვია გადახრის მონიტორი? მონიტორი იმიტომ რომ ირეკლავს, გადახრის იმიტომ რომ მისი ფუნქცია ადამიანი გადახაროს მისი ნამდვილი დანიშნულებიდან, ეს სწორად არ მიიყვანოს იმ სულთან. და ეს მექანიზმი, ამ მექანიზმს გააჩნია ესეთი თვისება, რომ ის გარდასახავს ამ რუდებს, ამ გამოსახულებებს, ამახინჯებს. ზოგჯერ მისი ნებითაც კი, ვინაიდან ენერგია არის მუდმივ მოძრაობაში მყოფი, ხო? ეს მექანიზმი, როდესაც მთავრდება გამოსახულებები, უკვე მისი მოსაზრებით წყალებში რომ ვთქვათ, ანუ თვითონ იწყებს უკვე დამონტაჟებას, თვითონ იწყებს გამრუდებას, დამახინჯებას რეალობის, ამიტომაც გვესიზმრება ხოლმე, ანუ ეს არაცნობიერის ენერგია, რომელიც რაც გაცნობიერებული გვაქვს, ის გამოსახულებები ხო დაფორმატებულია რა, უხეშად რომ ვთქვათ და რაზეც არ ყოფნის გამოსახულება, ახალი ენერგია, ახალი გამოსახულებით უნდა შეიფუთოს, ამიტომ იწყებს უკვე ძველი გამოსახულებების დამახინჯებას და იმიტომაც ხშირად გვესიზმრება ხოლმე ესიზმრება ადამიანს რაღაც ვთქვათ სხვა ტანიანი ცხოველი რაღაც სხვადასხვანაირ დამახინჯებულ ეშმაკისეულ ჭალებში და რაღაც ურჩხულებს და სხვა რაღაცებს ხედავს ადამიანი, განსაკუთრებით ცხოველებს ხედავს სიზმარში, აი ეს არის წმინდა ინსტინქტური ენერგია შეფუთული ასეთი ფორმით. რეალობა ობიექტურის არსებობს, მარტო სუბიექტური კი არ არის. რეალობა ობიექტურის არსებობს და ადამიანი შეიცნობ შენ ამ რეალობას, არ შეიცნობ მას, გვიან შეიცნობ თუ ადრე შეიცნობ, ის არ იცვლება ამით, რაც უკვე არსებობს. ანუ ონტოლოგიურია რეალობა, არის ონტოლოგიური, ამიტომაც არ არის ილუზია. თუ კი შენ მაგალითად რაღაცას ქმნი სიახლეს, ხო? ამ შემთხვევაში იცვლება რეალობა. ხოლო შენი გაცნობიერებით და რაღაც გასხივოსნებით არ იცვლება რეალობა. ანუ შენ აღქმას თუ ცვლი, ეს შენი ცვლები, რეალობა ამით არ იცვლება. რეალობას ცვლის სიახლე ქმნის რეალობას, მაგრამ იმისათვის რომ რეალობა შეიცვალოს, აუცილებელი პირობაა რაღაცის შექმნა, ანუ მოქმედება. საჰორიზონტე საკითხი დავსვათ ეს რომ უნდა გაახდეს სიზმარი ადამიანის ცხოვრებაში აი ეს საგამოწვე ეს ჩაფლის ციგნაკი საკუთარ თავთან საკუთარ ცხოვრებასთან რომ მივიდეთ უნდა იქამდე ადამიანი რომ აი ეს კარგი ნიშნებით გაავსოს რა ერთი სიტყვით იმიტომ რომ სიზმარი ყოველთვის მიუთითებს რაღაც შეცდომაზე რაღაცის გამოსწორებაზე რაღაცა ისე არ მოხდა ანუ კარგი და ცუდი სიზმარი არ არსებობს. საერთოდ ამ რუბრიკაში ჩვენ კარგზე და ცუდზე ანუ ესეთი კატეგორიებით არ ვიმსჯელებთ, არ ვისაუბრებთ რა. კარგი და ცუდი რა არის და აქ ვისაუბრებთ უფრო ანუ გამაძლიერებელი რა არის, დამასუსტებელი რა არის, სასარგებლო რა არის, არასასარგებლო და აი ესეთი კატეგორიებით უფრო ვიმსჯელებთ. ანტაგონისტური რომელია და რომელი არის გამაძლიერებელი, უფრო მეტად სასარგებლო, აი ამ მსგავსი კატეგორიები, ვიდრე ცუდი და კარგი, კეთილი, ბოროტი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შესაძლებელია ადამიანი იღვიძებს, ნასიამოვნებია გონია რომ კარგი სიზმარი დაესიზმრა და ამ დროს მას სულ სხვა რაღაცა შემოუგზავნა ინტუიცია.